როგორც ნახეთ, ვიდრე ბეჭდას დავიწყებდით, ჩვენ ავირჩიეთ შრიფტის ტიპი და ზომა. ანუ ჩვენი ასაკრეფი ტექსტისათვის წინასწარ ავირჩიოთ გარკვეული ფორმატი. Word-ი გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ფორმატი ნებისმიერ დროს ტექსტის ნებისმიერი ნაწილისათვის შევცვალოთ. ამისათვის უნდა ვიცოდეთ ტექსტის მონიშნა. ტექსტის მონიშნას ვიწყებთ მაუსის მარცხენა კლავიშის გაწკაპუნებით ტექსტის პირველი სიმბოლოს წინ. შემდეგ ხელის აუღებლად გადავაადგილებთ ტექსტის ბოლომდე და ვუშვებთ ხელს. მონიშნის გაუქმება მაუსის ნებისმიერ ადგილზე გაწკაპუნებით ხდება. არსებობს ტექსტის მონიშნის სწრაფი ხერხებიც. მაგალითად, ერთი სიტყვის მოსანიშნად გავაწყაპნოთ მაუსის მარცხენა კლავიში სიტყვის შიგნით ორჯერ Z-ზე. აბზაცის მოსანიშნად კი გავაწყაპნოთ მაუსის მარცხენა კლავიში სამჯერ Z-ზე აბზაცის შიგნით. სტრიქონების მოსანიშნად გავიტანოთ მაუსის მაჩვენებელი მარცხენა მინდორზე, ისე რომ მან მიიღოს ტექსტისაკენ მიმართული ისრის ფორმა და გავაწყაპუნოთ. ხოლო თუ გადავაადგილებთ მაუსიდან ხელის აუღებლად, მოინიშნება რამდენიმე სტრიქონი. ამორჩევით, ტექსტის სხვადასხვა ნაწილის მონიშნისათვის მოვნიშნოთ ჯერ ერთი ნაწილი. შემდეგ დავაჭიროთ ხელი კლავიატურაზე კლავიშა Ctrl-ს და მისგან ხელის აუღებლად მოვნიშნოთ ტექსტის სხვა ნაწილებიც.